Happy birthday to you. Андрей. ასე ლამაზად დავიწყოთ დღე. ნახეთ პეპელა. მინდა რომ ფრთხილად გაუშვა გარეთ. საყვარელი. ეხლა გავაღებ ფანჯარას და გაფრინდება. ნახეთ. ეს ყვავილები დავიგე, ამას ჰქონდა ერთი ცალი ამოსული, ეს უკვე გამრავლდა და ამასაც ჰქონდა ერთი პატარა ამოსული და ნახეთ რა მალე იზრდება ეს ჩემი თაიგული. Pepela. ამ ბოლო დროს ჩემი დღე იწყება ატომური ჩვევებით და რუსულადაც მაქვს. ვადარებ ხოლმე ბევრ სიტყვას და წინადადებას, რადგან მინდა რომ ვისწავლო ლამაზად ქართულად საუბარი. იცით როგორ მე არ მყოფნის სიტყვიერი მარაგი ქართულ ენაზე, რადგან მე არ მიცხოვრია საქართველოში და ამიტომ არ მესმოდა ენა ყოველდღე და მაქვს ელემენტარული, ყოველდღიური რაღაცა სიტყვიერი მარაგი, მაგრამ ლამაზად ქართულად მინდა ვისწავლო საუბარი და ეს წიგნები ძალიან მეხმარება. თან რუსულადაც რომ მაქვს და ვადარებ სიტყვებს, რაღაცა სიტყვებს თუ არ მესმის და არ ვიცი რას ნიშნავს, ძალიან კარგი მეთოდია. ესეთი ამინდია, ლამაზი ხედი. ნახეთ რამდენი გვირილები, აი ეს თეთრად რო ჩანს, გვირილებია, წარმოიდგინეთ. და ასე არის აქ ძალიან ბევრი მინდორი გვირილებში და ეს პეპელა არის. ბავშვებო, გაუშვათ ხო ახლა პეპელა? არა. როგორ არა? მოკვდება. მოკვდება ხო აქ თუ არ გაუშვათ? მგონი ვიპოვე ჩემი საზაფხულო ვიდეოების გადაღების ადგილი. ეხლა უკანა იმას გაჩვენებ ფონს. აი ასე. ყვავილები ძალიან მომწონს. ყურსის მონებს გამოვრთო. მზე ცოტა დაიმალა და ესე აღარ ვიჯდები აქ. ეს ჩვენი ყვავის გალია. ეხლა მინდა გაჩვენოთ ამ ბოლო დროს როგორ ვკითხულობ წიგნებს და როგორ ვაკეთებ მონიშნულებს. მაგალითად, ავიღოთ ეს ატომური ჩვევები, ხო? ადრე მე შემეძლო გამიკეთებინა რაღაცა ასე ვთქვათ დამეწერა კალმით ან მარკერით მომენიშნა. ახლა როგორ ვაკეთებ? ავიღოთ, დავუშვათ რაღაცა წინადად მოგვეწონა. მაქვს აი ასეთი სტიკერები. გრძელი, ძალიან ბევრია. ავიღოთ ასე და მივაკრათ. ნახეთ რა კომფორტულია. თან ჩანს რაც წერია, თან აქ არის ასე მონიშნული, თან რო დახურავ, ხედავ რომ აქ რაღაცა მონიშნე, მე ასე გახსნი და წაიკითხებ იმ მომენტს, რომელიც ძალიან მოგეწონა და გაიხსენებ და დაფიქრდები და ასე შემდეგ გაჩნდა ერისთვის მონიშნე, ხო? ანუ კი დადე რა. მოდით აქ. აი ასე ვკითხულობ წიგნებს ამ ბოლო დროს. აქ არაფერი არ მაქვს მონიშნული. იგი გაიშიფრა ჯერჯერობით არ. ასე ჩემი შუადღეს საჭმელი. ესე იგი აქ არის კომბოსტორი, ხანი, მწვანე ხახვი. კომბოსტორის ძალიან ახალი და უგემრიელესი. ახლა მას დავამალებ. კახურზეც. ასე.
შეიძლება დანა ანუ კი დავამატებ ჩემს გაკეთებულ ძმარს გრეჩიხას და ყველს ეს არის სასწაულში საჭმელი აი ასე გამოიყურება დილით დავლია ყავა პატარა ნაჭერი შავი შოკოლადით და ცოტა ხანში მივირთვი ის რა ქვია შრის ფაფას ძალიან კარგად ჭამთ ყველა დილით ამას ახლა შევჭამ და საღამოს ჩიას და კეფირს ან მაწონს დიდი ბოდიში სათიბელა მუშაობს მეზობლები თიბავენ ბალახს და უბრალოდ მინდა გაჩვენოთ ჩემი თმა ნუ ხედი ხო საერთოდ ხედი არის სასწაულში და მინდა გაჩვენოთ ჩემი თმა როცა ხედავთ თუ არა უბრალოდ ნახეთ რომ სიძე თმა გავზარდე აი აქამდე ნუ ეს ნახეთ აქ მაქვს მოკლე რა თქმა უნდა ოდნა ბევრით არა და ამიტომ ძალიან მალე გაიზრდება ახლა მინდა გაჩვენოთ ბუდე სადაც ცხოვრობენ 4 პატარა ჩიტი დღეს აღმოვაჩინეთ არ დაჩნდება აი ნახეთ ჩანს ნისკარტები მაგრამ სელფი ჯოხს მოვიტან და იმით გადავიღებ ხარისხი ნახეთ როგორი ბოლოები აქ ხარისხიანი არის ჩანს თუ არა მზეზე სპეციალურად გამოვიდი რომ ფერიც დაგანახოთ უზომოდ მიხარია მეგობრებო აქამდე მივდიოთ ძალიან დიდი ხანი და ეს პირველ რიგში არის კვება და მოვლა თმის მოვლა ენა რეკламაში რაღაცა აღარ ვიყურებ ადრე ფერიც კაია ჩემია აღარ მინდა გაღიავება ადრე რომ მინდა და უფრო ღია ფერს ყოფილიყო ეხლა აღარ მინდა წავიდეთ საჭმელი მოვამზადოთ ხია დავეძბით ნახე დედა ვგონი ვარ ნახე დედა გონია ხო პირსაღალი личичку сейчас упала ნახეთ აბაზანაში აი ასე დგა მთაიგულებს აი ასე ფიქრობ ძალიან ლამაზია ეფექტურია მომწონს